დავდივართ, ვათვალიერებთ. იდეაში ეს არის მეტნაკლებად კარგად შემორჩენილი, რაც დაგვრჩა, დანარჩენი არის აი მხოლოდ აი კედლის ძირები და ეტყობა რამოდენიმე ფენა, ასე თქვა, ტერასული ციხეა, ესე კონუსურ მთაზეა აშენებული და ახლა ვხვდები, აი კი ამოსულო რა რამოდენიმეჯერ მე თვითონ ვარ დიმელი და ვამაყობ რომ ჩემ ასე ვთქვათ მიწაზე ვარ ახლა, ქვედა დიმში მაქვს მე სახლი. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადგილს, აი ამოდიხარ თუ არა, მაშინვე ხვდები რატომ ამ ადგილზე და არა ნებისმიერ შემაღლებულ ადგილზე, რომელიც აქ არის. აი არ ვიცი, ბევრ ადგილზე ვარ ნამყოფი, ბევრი ხედი მინახავს, სტრატეგიულიც და ლამაზიც, მაგრამ მსგავსი რამ იშვიათია. ჩანს მთლიანად მთელი კოლხეთის დაბლობი. ლეჩხუმის, რაჭა, სვანეთის მთები. აქეც რაც თავარია ეს აკონტროლებდა გზაც, რომელიც გადმოდიოდა სამხრეთ საქართველოსდან, ანუ ზეკარის უღელტეხილიდან, მაშინ იყო ოძრხეს საერისთავო, რომელიც ასევე ფარნავაზის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ფუძნდება სამხრეთ საქართველოში, ანუ დღევანდელ სამცხეზე მაქვს ლაპარაკი. და აქედან აი აქ გამოდიოდა ის ერთადერთი გზა, ანუ წეღანაც ვთქვით, რომ სკანდე, აი ჩხარიდან, საჩხერიდან გადმოსულ გზას აკონტროლებდა შორაპანი ცენტრალურს, ანუ ლიხს, ანუ რიკოთის გზას, რასაც ვეძახით დღეს და დიმნა სამხრეთის მიმართულებით.